მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო და პოტენციურ გამომწერებო ჩემს ავტორო გადაცემაში YouTube არხზე პოლიტიკური ცხოველი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება საქართველოს მდგომარეობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც დაკავშირებული არის ძირითადად დერეფნებთან. ანუ ჩვენ ძირითადად გავაკეთებთ გავამახვილებთ ყურადღებას დღეს დერეფნებზე, იქნება ეს აღმოსავლეთ დასავლეთის დერეფანი, ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი და იმ ზესახელმწიფოებზე, რომლებსაც აქვთ ინტერესები ჩვენს რეგიონში და თუ რა მიმართულებით ვითარდება ესახლებული ინტერესები და გადალაგება აი ამ ძალთა ბალანსის ჩვენს რეგიონში და ცენტრალურ აზიაში ძირითადად შემთხვევაში. ჩემი სტუმარი კვლავ უცვლელად გახლავთ გიორგი დავითაია. გიორგი არის ჩვენი ორგანიზაციის ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის თანადამფუძნებელი. და ჩვენ ვეცდებით, რომ დღეს შემოგთავაზოთ აი ეს რა მიმართულებით მიდის მოვლენები. პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ ალბათ საქართველოს როლზე იმ ყველა ესე ვთქვათ მიმართულებაზე, რაც დღეს უკავშირდება კავკასიას. ეს არის ჩინეთის როლი ერთი გზა, ერთი სარტყელის ფარგლებში, აგრეთვე ეგრეთ წოდებული შუა კორიდორის მიმართულებით. მეორე ეს არის ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები და მათი ურთიერთობა ცენტრალურ აზიასთან და შემდგომში კავკასიასთან. და მესამე ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი, რაც დაკავშირებულია რუსეთი, ირანი, ინდოეთთან. მე მგონი საკმაოდ სუხეთ თემებზე მოგვიწევს და პრინციპში ვეცდებით ესეთი რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგეწოდოთ ამასთან დაკავშირებით. მე დავიწყებდი აი ჩინეთის როლის ზრდას, რაც პრინციპში მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისა, რომ შემდგომში აი ამასთან დაკავშირებით დასავლეთის, ევროპის და ამერიკის როლიც აქტიურდება, რადგან მათ არ სურთ რომ დომინირება მოხდეს ჩინეთის მხრიდან ზოგადად აზიაზე და რა თქმა უნდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც ჩემი მოსაზრება მოგეხსენებათ, რომ მე მიმაჩნია, რომ არის ძალიან აქტიური და ესე ვთქვათ, საკმაოდ ინტერვენციონისტული, ესე ვთქვათ, პრეზიდენტი სავაჭრო მიმართულებებზე განსაკუთრებით და ჩვენ გამოვკვეთ მოკლედ ამ მიმართულებებს. რატომაც არა, გიორგი, ხომ არ იტყოდი რამეს მაგალითად ამ. პირველ რიგში მივესალმებ ჩვენს ძვირფას გამომწერებს და ჩვენს პოტენციურ გამომწერებს. დღეს ვეხებით აქტუალურ საკითხს. გავლენებს სამხრეთ კავკასიაში და შუა აზიის, კავკასიის და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანზე. დაგეთანხმებ გიორგი იმაში, რომ ჩინეთის როლი ჩვენს მიმართულებაზე აქტიურად იზრდება, ამას უკვე არსებული ეკონომიკური პროექტებიც მოწმობს. ჩვენი ჩხაროსნული მაგისტრალის და ავტობანის პროექტს ჩინელები ახორციელებენ და ეს საკმაოდ დიდი ინვესტიციაა, დაახლოებით $1 მილიარდამდე. და ეს მოისაზრება ერთი გზა, ერთი სარტყელის პროექტში, რომელსაც ჩინეთი გლობალურად ახორციელებს, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის ტერიტორიაზე, სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, აფრიკაში და ცდილობს, რომ გლობალური ქსელის შექმნას თავისი სავაჭრო ტვირთებისთვის. ასევე აღსანიშნავია ჩვენთან ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც თავიდანვე დაეწყოთ ამერიკელებს. და შემდგომში ის განვითარებული ცნობილი მოვლენები ხაზარაძესთან დაკავშირებით კონსორციუმის გასვლა და ეხა უკვე ბოლოს ჩინური კონსორციუმის შემოსვლა და ანაკლიის მართლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი უკვე ჩინელების ხელში გადავიდა ამ მთავრობის მეცადინეობით. ჩინელები ასევე აქტიურად და დომინირებულად არიან წარმოდგენილები შუა აზიაში, ემოზოგლებიან კიდევაც ამ შუა აზიურ სახელმწიფოებს და მათი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა იგრძნობა ამ ტერიტორიაზე. უბრალოდ ტრამპის მოსვლის შემდგომ ნელ-ნელა ეს ბალანსი იცვლება და ამერიკელები ნელ-ნელა ინტერესდებიან შუა აზიაში არსებული ენერგომატარებლებით, სავაჭრო გზებით და ჩვენ და აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ვართ. იმიტომ რომ კასპიის ზღვის ტერიტორიას აკონტროლებს აზერბაიჯანი და აზერბაიჯანის გავლით უნდა შემოვიდეს საქართველოში და ჩვენ საქართველოს მყარი ამ ეტაპზე შესაძლებლად მყარი კონტროლი გვაქვს შავ ზღვაზე ბათუმის და ფოთის პორტის მეშვეობით. კარგი იქნებოდა რომ ანაკლიის პორტის საკითხი ცოტა სხვანაირად წასულიყო, ჩვენ ჩავშლით უფრო დეტალურად ამერიკელებთან მიმართებით. რა მოხდა იქ და რა ცვლილებები
განხორციელა და რატო არ უნდა გაგვიკეთებინა ის, რომ ჩინელებისთვის ამ ხელა ინტერესი მიგვეცა. ასევე მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ამ ტერიტორიაზე არა მარტო ჩინეთის ინტერესები და ამერიკის ინტერესები და მათი სავაჭრო ომის ბალანსი იკვეთება, არამედ ევროპელების ინტერესებიც იკვეთება. ყაზახური გაზი, იქ არსებული მინერალები, თუნდაც ყაზახეთში, თუნდაც უზბეკეთში, თურქმენული გაზი ეს მნიშვნელოვანია ევროპელებისთვის თავიანთი ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკის ნაწილში, რომ სრულად გაემიჯნონ რუსეთს და არ იყვნენ დამოკიდებული რუსეთზე. ეს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია. ჩვენ გვაქვს ახლა თბილისი, ბაქო, ჯეიჰანის მილსადენი, უფრო კარგი იქნებოდა ინფრასტრუქტურული განვითარება, მეტი სავაჭრო გზების გახსნა და ევროპელებს თავიანთი ინტერესები აქვთ. მე როგორც ვიცი, სერბებს აქვს ძალიან დიდი ინტერესი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით და აქტიურად განიხილავენ აზერბაიჯანთან ამ საკითხებზე თანამშრომლობას. და ასევე ვიკვეთებით ამ ტერიტორიაზე რუსეთისთვის მნიშვნელოვან სამხრეთის გზაზე. რუსეთი, სომხეთი, ირანი და შემდგომში ინდოეთი ეს დამაკავშირებელი სამხრეთის გლობალური გზა, რომელიც ჩვენზე გადის და აქ უკვე რუსეთსაც თავისი ინტერესები აქვს ირანთან და ინდოეთთან ერთად. შესაბამისად, ამ დერეფანზე ინტერესები იკვეთება ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ამერიკის, ინდოეთის, ამ ეტაპზე გლობალური დიდი მოთამაშეების. ხო, ამჩი ლამის ყველასი, ხო? ანუ აი ამ საომარ კონფლიქტებმა, ესე იგი, საომარ მდგომარეობებმა, რაც როგორც ესე ვთქვათ, აი ახლო აღმოსავლეთს ახასიათებდა ყოველთვის ლამის ბოლო 30 წელი და არა მხოლოდ, ხო, ეხლა დაწყებული ცივი ომის დასრულების შემდეგ, დღემდე მოყოლებული ისრაელი ღაზის შემთხვევაში და ისრაელი-პალესტინის და შემდგომ ისრაელი-ირანის ეს დაპირისპირებაც, ანუ ეს იყო იმის გამოხატულება, რომ და ეს არის იმის გამოხატულება, რომ არის არაპროგნოზირებადი, მარტო ვთქვათ ეს რეგიონი. რუსეთი თავის მხრივ, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და ყველანაირი ბალანსი მოარღვია, ასევე არასაიმედოდ განიხილება უკვე და მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ რაღაცას, რომ სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში დღემდე გონია ხალხს, რომ ევროპა გააგრძელებს რუსეთზე დამოკიდებულებას, ენერგოდამოკიდებულებას და გააგრძელებს რუსული იაფი გაზის შეძენას, რაც არის აბსურდი ყველა შემთხვევაში. ეს ახლა ჩემი სიტყვები არ არის, ამას უკვე ევროპელები და ამერიკელები თვითონ ამბობენ, რომ იმის შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაიდინა და რასაც დღემდე აკეთებს, უკვე რუსეთზე ევროპის მიბმა, როგორც გაზზე დამოკიდებულის, ეს არის უკვე წარსულში ჩაბარებული საკითხი და სწორედ ამან გააჩინა აი ამ ცენტრალური აზიის და კავკასიის და აზერბაიჯანის როლის ზრდა და სწორედ ამან გაზარდა ეს მოთხოვნილება აი ამ ახალ ენერგომატერიალებზე და აი ხა ჩვენ ახალი ისტორიული შანსი გვაქვს, შანსი კარგი იქნებოდა რომ ეს კონფლიქტი არ მოხდარიყო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და დღეს უყურებთ 21 საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას, ახალ ტექნოლოგიებში გადასულ დაპირისპირებას, რამაც გააჩინა ხო ესე ვთქვათ ახლა რაც რეალურად ფაქტი არის, ამ კონფლიქტმა გააჩინა ეს შესაძლებლობა. რომ ჩინეთიდან რუსეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვები აწყობილი ლოგისტიკა იყო და ჩინეთს შენურად გაქონდა თავისი ტვირთი რუსეთის დახმარებით. მაგრამ ახლა ენერგობაზარზე არაფერს აღარ ხო, რუსეთის ენერგობაზარზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობ, რომ ჩინეთისთვის ახლა მნიშვნელოვანი გახდა შუა აზიის ტერიტორია და კავკასიის ტერიტორია, აქ მისი ეკონომიკური გავლენების გაძლიერება. რუსეთთან სახმელეთო ტვირთი ფიზიკურად ვერ შევა ევროპაში და აქედან გამომდინარე საჭიროა ალტერნატიული გზა და ეს ინტერესები გადაიკვეთა. მაგრამ ამერიკის ინტერესებს მე ძირითადად უყურებ, რომ აქ შემაკავებელი ფაქტორი აქვს ამერიკელებს ჩინეთის მიმართ, რაც ახლა ზედაპირულად ჩანს, რომ ჩინეთი არ გააძლიერონ და ეს სავაჭრო გზა დაუკეტონ ჩინეთს, მაგრამ ამ ინტერესთან ერთად წინა პლანზე წამოვიდა შუააზიური ენერგორესურსებიც და იქ არსებული მინერალები. რაც მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, რომ ამ რეგიონში თავისი ინტერესები ჰქონდეს. ხო, და ჩვენ მოგვეცა იმის შესაძლებლობა და ფანჯარა, რომ გავხდეთ ამ ლოგისტიკური ცენტრის ნაწილი. ჩვენ ბევრი ჩამორჩენა გვაქვს, თუნდაც ლოგისტიკურ ნაწილში, რა ვიცი, ამდენი წელი ალბათ საბჭოთა კავშირის რო განხორციელდა
სარკინიგზო ქსელების ფართომასშტაბიანი მოდერნიზაცია ალბათ ბოლოს მაშინ განხორციელდა იმის მერე რაც ლოკალური განახლებები არის, ეს არ არის ფუნდამენტური განახლებები. პორტი გვაქვს, ფოთის პორტი, რომელსაც ლიმიტირებული გამტარუნარიანობა აქვს. ამიტომაც საჭიროა ანაკლია, ხო, დამატებით ერთი ლოგისტიკური კვანძი, ხმაწყლოვანი პორტი, ასევე რკინიგზის განახლება. ჩინეთი ასევე იყენებს თურქეთთან ჩვენ დამაკავშირებელ რკინიგზის ხაზს და აქ თურქეთმა გაიარეს და სხვათა შორის 2023 წელთან შედარებით გაზრდილია 2024 წელს თვითნაკადი ჩინეთიდან მომავალი. ხო, ეს ინტერესები ჩვენთვის კარგია, რომ აქ რაც მეტი ტვირთი გაივლის. უბრალოდ ვინ გვთავაზობს ამ შემთხვევაში თუნდაც ეკონომიკურ სტაბილურობას და თუნდაც უსაფრთხოების გარანტიას, ხო? ჩვენ აქ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ვისთან გვინდა თანამშრომლობა. ყველასთან თანამშრომლობა არ გამოვა. იმიტომ რომ თანაკვეთა არის რუსეთის ინტერესია სამხრეთი და სამხრეთზე გამოვალი, აქ ინტერესია, რომ დასავლეთისკენ მიმავალი დერეფანი იყოს გახსნილი. თუნდაც ჩინეთის და რუსეთის ინტერესებიც კი იკვეთება ამ შემთხვევაში. კი ბატონო. ხო, ანუ იგივე ანაკლის პოსტთან დაკავშირებით სასახარო იკვეთება ჩინეთის და რუსეთის ინტერესები, იმიტომ რომ თუ ესე ვთქვათ რუსეთიდან აღარ მიიღებს ევროპა აღმოსავლურ ტვირთებს, გამოდის რომ უნდა მიიღოს რაღაც სხვა ადგილიდან. ეს რაღაც სხვა ადგილი, რომელიც შეიძლება იყოს ანაკლის პორტი, ხო? არის მიუღებელი რუსეთის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო. ის კარგავს ფუნქციას. რა თქმა უნდა, მე მინდა მაინც ხაზი გავუსვა ძირითადად აი რასაც მე შევესწარი პრინციპში არის შტატებში ყოფნის დროს ამ ბოლო პერიოდში და რაც ჩემ თვალწინ ხდებოდა და რაც ჩემ თვალწინ იყო დისკუსია აი ამ ცენტრალური აზიის და კავკასიის როლთან დაკავშირებით. ანუ ამერიკის მთავარი ინტერესი ამ მხრივ რატო ჩაერთო, ხო, ეხა და მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ 6 ნოემბერს ვაშინგტონში გაიმართება არსებობს ესეთი ფორმატი C5+1 ფორმატი. ხო, როგორც ვიცი, მე მგონი ეხა იქნება უმაღლესი რანგის შეხვედრა, ჩავლენ პირველი პირები ამ შეხვედრაზე. კი, ანუ ჯერ ესეთი, ესე ვთქვათ, ეს ფორმატის შეხვედრები ტარდება 2015 წლის ობამას პერიოდიდან, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ამას ჰქონდა რაც საგარეო საქმეთა მინისტრების დონის ესეთი შეხვედრების ხასიათი, ან ზოგჯერ არც ესწრებოდა ხუთივე ცენტრალური აზიის სახელმწიფოს წარმომადგენელი. ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს მოხდა პრეზიდენტების დონეზე, ეს იყო 23 წელს, მაგრამ ეს იყო გაეროს გენასამბლეის რაღაცა გვერდითი შეხვედრა. ეხლა ეს იქნება უშუალოდ ტრამპის მოწვევით, უშუალოდ აი ამ ქვეყნების წარმომადგენლების პრეზიდენტებთან შეხვედრა, უმაღლესი რანგის შეხვედრა, სადაც იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაპირებთ ცენტრალურ აზიასთან მიმართ და როგორ იქნება შემდგომში ცენტრალური აზიის ურთიერთობა ამერიკასთან, ცენტრალური აზიის ურთიერთობა ევროპასთან და ჩვენ აი ჯერ კიდე შევარნაძის დროიდან, ჯერ კიდე აი ბჟეზინსკის წიგნი რომ არის სატელევიზიო დაფა, ხო? ჯერ კიდე მან წერია ეს როგორც ჩანს ეს კაცი გეოპოლიტიკური გენიოსი ნამდვილად იყო, ხო? ტულად არაბრალებენ, რომ აი 90-იან წლებში მისი გააზრებული, რომ საქართველოს და კავკასიის მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიმატებს თუ მოიმატა ასევე ცენტრალური აზიის მნიშვნელობა, ამის წინაშე ჩვენ ვდგებით დღეს და რატო? იმიტომ რომ ცენტრალური აზიის ამერიკა არის დაინტერესებული იმით, რომ მისმა მოკავშირეებმა აღარ მიიღონ ენერგომატერიალები მისი მტრებისგან. ანუ რო ახსნათ. მისი მოკავშირეები თავისთავად ხდება განიხილება ევროკავშირის და ნატოს სახელმწიფოები, დასავლეთის ევროპის სახელმწიფოები და მისი მტრები ახლა დღემდე თუ იმეს ეპარება ეჭირო ამერიკა რუსეთს თვლის მტრად, ხო, არ ვიცი, ეს ერთ-ერთი ესეთი შემადგენელი ნაწილია, რომ ეს ასე არ არის და ნამდვილად მიიჩნევს მტრად. აქედან გამომდინარე, ამერიკის მოკავშირეებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა, არა ნატოს წევრებმა, იგივე სერბეთმა, რაც წეგან ახსენეთ, ნატოს წევრებმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა, ხო? ყველა შემთხვევაში ენერგია მიიღონ არა რუსეთიდან, რომელიც ამერიკის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა, არამედ სხვა ალტერნატიული გეოპოლიტიკური ცენტრებიდან და ამ შემთხვევაში საუბარია ცენტრალურ აზიაზე. ცენტრალური აზიიდან ევროპა მიიღებს აი ამ ნედლეულს ენერგიას მხოლოდ ჩვენზე გავლით.
აი აქ არის შესაძლებლობა ჩვენი, აქ იმატებს ჩვენი როლი, რაც როგორ გასულა. მეორე ვარიანტიც არის, ხო, თუ ჩვენზე არ გაიარა, არის ალტერნატივა ეგრეთ წოდებული ტრამპის კორიდორის მეშვეობით, ხო? ის ცნობილი შეხვედრა თეთრ სახლში სომხეთი, აზერბაიჯანის და ამერიკის ლიდერების მონაწილეობით, ფაშინიანი, ალიევი, ტრამპის და ეს კორიდორი ახლა ჯერჯერობით მისი იმპლემენტაცია საკანონმდებლო დონეზე საჭიროა სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც და რაც სრულებებს მოითხოვს. უბრალოდ ეს გეოპოლიტიკური ნიშანი ამერიკამ დროშა გამოიტანა დადო ამ დერეფანზე. შესაბამისად არის იმის განცდაც, რომ რაღაცა ეგრეთ წოდებულ გეგმაბედ განიხილავდნენ თუ საქართველოზე არ გაიარა ამ კორიდორმა, ამ კორიდორის მეშვეობით და თურქეთის მეშვეობით გავიდეს, ხო? ეს ენერგომატარებლები და რესურსები, რაც რა ვიცი, ჩვენი არსებობიდან გამომდინარე, აი ჩვენი სახელმწიფოების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აი სავაჭრო გზებს გაევლო საქართველოს, ხო? თუნდაც აბრეშუმის გზიდან მოყოლებული, ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ჩვენზე გაიაროს ამ ტვირთებმა და ჩვენ თუ ამ რეალობას ავწვდით, იმიტომ რომ იქ დიდი ბიჭები წვეტენ ამ ყველაფერს და ისინი ამბობენ, რომ თუ აქ ახლა ჩვენ მეტი რესურსის დახარჯვა მოგვიწევს და თავის ტკივილი არ გვინდა, გვაქვს აგერ შესაძლებლობა გავიმრით პრობლემები და რაღაც მუდმივი არასტაბილურობა, მუდმივი რაღაც შიშები, ხო, საქართველოს რა მეტი რესურსის დახარჯვა არ უნდა, ყველას უნდა მარტივად გაიაროს და მარტივად გაატაროს ის თავის ტვირთები თან უსაფრთხოდ, რაც და მნიშვნელოვანი. ახლა იმ გზაზე, რომელსაც ჩინეთი აშენებს, აი მაგისტრალზე რომელიც ახლა რიკოდზე კეთდება და ნუ გაივლის მთლიანად დასავლეთ საქართველოს ბოლომდე შეუერთება ამას იქ ბათუმის მიმართულებაც და ფოთის მიმართულებაც, ხო? ანუ ჩხაროსნული მაგისტრალი გვექნება. მაგრამ არავინ არ ამბობს იმას, რომ იმ ჩხაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთთან დაახლოებით 20 კილომეტრის რადიუსში დგას რუსის სამხედრო და რუსული სამხედრო ბაზა. აქ თუ სერიოზული ძალა არ შემოვიდა მის დასაბალანსებლად, უბრალოდ ყოველთვის იქნება იმ გზაზე პროვოცირების შესაძლებლობა არ აქვს, უსაფრთხოების გარანტიები მაგ მიმართულებით ჩვენ. ამიტომ საინტერესოა ჩვენ რა პოზიციას დავიჭერთ. ამერიკელებთან იქნება, ჩინელებთან იქნება და ევროპელებთან ურთიერთობაში. შეიძლება ჩინეთიც და ამერიკასაც რაღაც საერთო ინტერესი ქონდეს, ხო? ჯერ ანუ ხა ეს გადაცემა როცა გავა, უკვე სინძინპინი და ტრამპის შეხვედრა, ნუ დეტალები იქნება გამოსული. გამოსული იქნება დეტალები და ახლა რაც საჯაროდ გამოვა, მაგრამ იქ შიგნით სხვა რაღაცებიც იქნება საუბარი და არავინ არ იცის რა ინტერესთა კვეთა იქნება ამ ორზე სახელმწიფო. ის რა არის გიორგი და მსვენელებსაც ესე ვთქვათ, რომ მივიმართოთ, აი რეალურად ეს ჩვენს უსაფრთხოების გარანტია. თუ ჩვენ ამ კორიდორში მოხვდით, რაც იქნება იგივე ჩინეთის მონაწილეობა რაღაც დონეზე, ყველა შემთხვევაში იქნება ხა ჩინეთის მონაწილეობა, ამერიკელები როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგონ ამას. რაღაც დონის ტვირთები შინაც ყოველთვის ექნება საქართველოსთან გამავალი, მაგრამ ჩვენ თუ მოხვდით აი ამ ცენტრალური აზია, ევროპის დამაკავშირებელ დერეფანში, ეს არის უსაფრთხოების გარანტია. და რატო? იმიტომ რომ როგორც თქვით, ერთგან ომი მიმდინარეობს. ქვემოთ კიდევ ომი მიმდინარეობს. ერთი მონაკვეთი დარჩა კავკასია, სადაც ომი არ მიმდინარეობს დღის მომარაგებით. ეხლა რა უნდა მოხდეს, რომ მაშინ ამ რუსეთმა უნდა ადგეს და ეს მთელი სოფლიო ააყირაოს, სოფლიო სავაჭრო გზები დაკეტოს, შეზღუდოს ყველაზე სახელმწიფოს ინტერესი, რაც ესე ვთქვათ, გლობალურ მოთამაშეები რაც არიან, ძლიერი მოთამაშეები. ამ შემთხვევაში ეხლა მას არ მგონია, ხო, მაინც და მაინც სახარბიელო მოცემულობა დაუდგეს და ეს ჩვენთვის ეხლა თუ არ არის 100%-იანი გარანტია და რაღაცა საჰაერო თავდაცვის სისტემები, ხო? ეს არის ირიბად უსაფრთხოების გარანტია, იმიტომ რომ ეკონომიკურ ინვესტიციას და ეკონომიკურ გზებს ყოველთვის მოძებს ხოლმე გარკვეული ერთი კითხვა რა ამ ეკონომიკურ ინვესტიციებზე და უსაფრთხოების კვეთაზე მაქვს ერთი კითხვა 6.5 მილიარდის ინვესტიცია დაანონსეს არაბებთან ერთად ქართულმა ოცნებამ. მე მაქვს ერთი კითხვა. ამ 6 მილიარდის ინვესტიციის გარანტად უსაფრთხოების ნაწილში რომელი სახელმწიფო დგება? ევროპას ჩვენ არ ველაპარაკებთ. ლამის უკვე იერიშზე გადავდივართ. ამერიკელებსაც არ ვესაუბრებით. მე ელჩიც არ აქვს ჯერ დანიშნული და იქ არავინ არ ჩადის ამაზე სასაუბროთ ამერიკელებთან. ჩინეთი უსაფრთხოების გარანტია დიდად თუ თავის ტვირთი არ გადის და თავის ინტერესები არ გადის
ჩინეთის სტრატეგია არ არის, რომ იქ რაღაც უსაფრთხოების საკითხებში ჩაეროს, თუ მისი ინტერესი არ გადის. მისი ჰეგემონია უფრო ეკონომიკურ ნაწილში ჩანს და მას ყოველთვის სურს, რომ თუნდაც ენერგომატარებლებზე იქნება თუ სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მას კონდეს კონტროლი და ვინ გამოდის ამ 6.5 მილიარდის გარანტია? საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას და უსაფრთხოებას ამ 6.5 მილიარდზე, რაც პრეცედენტო ინვესტიციაა საქართველოს ჯერ ამ მასშტაბის არ განხორციელებულა. ამდენი ინვესტიცია რო ჩადოს საქართველოს სახელმწიფომ ამ იმ ქვეყნებმა დაინტერესებულმა ქვეყნებმა ვისმა თვითონაც უნდა გაიაროს საქართველოზე ჩვენ რასაც საუბრობთ 6.5 მილიარდის ინვესტიცია გზების მოწესრიგებაში, პორტის აშენებაში და სხვა ინფრასტრუქტურის გამართვაში გამოვიდეს, ალბათ აუცი ჩვენ ვიქნებით ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ჰაბი ლოგისტიკური, რომელიც არ მგონია სადმე იყოს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. იქამდე მივდივართ, რომ ეს პროექტი ან დაანონსებული პროექტი შეიძლება არ იყოს, ანუ ხო, მე არ მგონია 6.5 მილიარდის მოცულობის იყოს, რაც ვეჭობ ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო, მეორე, იმიტომ რომ არ ჩანს აქ რაღაც დამაბალანსებელი ძალა, ხა 6.5 მილიარდი აქ ჩადოდა, არ იყოს უსაფრთხოების გარანტიები, არაბები არ არიან ის ხალხი და ის ინვესტორები, ვინც ასეთ მოშიშლებულ ველზე ჩადებენ 6.5 მილიარდს. სხვათა შორის ის პრობლემა, რომ აი თქვა ანაკლის სპორტისზე ინვესტირების შედარებით დღეის მდგომარეობით ამერიკელები ნაკლებად იწუხებენ თავს, რა შემოვიდნენ, ხო? ან რაღაცა ამერიკული კომპანიები შემოვიდნენ, ან რატო ხდება ეს? ერთ-ერთი ყველა შემთხვევაში ეს უსაფრთხოების გარანტიებია და მეორე არის სამწუხაროდ აი ქართული ოცნების ხელისუფლების და ამ სასამართლოს სრული დამორჩილების პირობა, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ, ხო, ჩვენ ქვეყანაში, რის გამოც ისინი არენდობიან ფიზიკურად და მათთვის რაღაცა მილიარდების და მილიონების შემოტანა ქვეყანაში, რაც შეიძლება მარტივი ექსპროპრიაცია მოხდეს ამისი და მე წადი და ეკამათე ამას საერთაშორისო სამართლებში დრო კარგე, ეს არავის არ უნდა. ამდენად სანამ აი მივედით აქამდე, ხო? კიდე უფრო მეტად რთულად დასაცავი ტერიტორიაა, ხო? ანუ რუსეთის სამხედრო ძალები ფაქტობრივად მათ არეალშია ანაკლია, რა. კი ბატონო, ძალიან ახლოს არის. კი, ყველა შემთხვევაში მივედით აქამდე, ხო? ანუ რეალურად ჩვენ ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ყველაფერ ამას, ანუ ყველაფერ ამის რუსეთის საფრთხე არის გასაგები. ჩვენ ამას უნდა რაღაც ხრი გაგევითაც მივუდგეთ, ხო, როცა საქართველოს ლაპარაკობთ. მაგრამ ყველანაირი ბერკეტის გადაცემა ტრისთვის და მეორეს მხრივ შენ შიგნით ისეთი პოლიტიკის დაგეგმვა, რომ არანაირი წინააღმდეგობას არ ცდილობდე ამასთან მიმართებით და ერიკით რაღაცნაირად ეს ინტერესები შეაერთო და იმასაც აწყობს აქ რომ დიქტატურა იყოს და შენ სადგიდან მართლა დიქტატურა გააფორმო იმისათვის რომ თქვენი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის დაუყვა საქართველოს ინტერესების საბოლოო ჯამში და აი ამ პროექტებში სადაც ჩვენ ვილაპარაკეთ ვერ მოხვედრა. რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს რას? განაპირობებს იმას, რომ ჩვენ იმ გავლენებიდან განავდნარე, რაც იმეტებს და რაც მეტობს დღესაც რუსულ გავლენებს გულისხმობ, აი ამ პირობებში ჩვენ აღმოჩნდებით ჩრდილოეთის სამხრეთი დერეფნის ნაწილი და არა აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის ნაწილი და შორის ამაზე საუბარი ქართულ ოცნებასთან აფილირებულმა ექსპერტებმა დაიწყეს არჩევნებამდე. მამუკარეში ძემ გააკეთა განცხადება, რომ იყო საუბარი ამ სამხრეთის დერეფანზე, სანქტ-პეტერბურგი, აფხაზეთის გავლით, თბილისი, სანქტ-პეტერბურგიდან თბილისამდე და დელიმდე, ხო? სარკინიგზო დერეფანი უნდა გასულიყო აფხაზეთის გავლით. ანუ სამხრეთის დერეფანი მარტო ჩვენს ინტერესში არ შედის, რომ ჩვენ არ გვაწყობს. არ აწყობს აზერბაიჯანსაც. აზერბაიჯანის ინტერესებიც იკვეთება. თუ ამ ტვიტმა აქ გაიარა და ეს გახდა მთავარი საკვანძო გზა, მაშინ აზერბაიჯანი დაბრკოლებული იქნება თავის როლი აღარ არის აზერბაიჯანის როლი იკარგება. კი ბატონო. ანუ ამ საკითხებზე რომ რუსეთის საფრთხეები არსებობს, ამას ვერ გავექცევით. ერთადერთი შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი ჩვენ დავაბალანსოთ, ხო? რაც მეორე დიდი ძალის შემოსვლით. რომელიც თავის ინტერესებს შემოიტანს ამ რეგიონში. ისე ჩვენთან როგორ არის იცით, აი ძალიან მარტივია რა, მაყურებლებს უნდა უთხრათ, რომ აი ერთი თითის დაჭერაა საჭირო,
რომ ეს ფაზლი მთლიანად დაიშლება და ჩვენ დამძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებთ. ამიტომ გონივრული პოლიტიკა აქაც გასატარებელი. აქ ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განიხილებოდეს და სამწუხაროა რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე ამაზე არავინ არ საუბრობს. ყველა საკანზე პოპულისტური განცხადებები. მე 6 მილიარდ შემოვითან. მე იქიდან უკვე ამერიკელები ვიღაცები მილიარდს ჩადებენ. ევროპიდან ვიღაცა პირდებოდა ერთი პოლიტიკური ლიდერი ახლა არ ვიტყვი სახელმწიფოს, რომ ევროპიდან ყავს გამზადებული ფული შემოვა. აი, ხა ჩვენ გავიმარჯვებთ, რომ გამზადებული ფული შემოვა. ეს პოპულისტური განცხადებები შორს ვერ წაგვიყვანს. რეალურად არის სამუშაო ამ ყველაფერს. ჩვენ მარტო იმას კი არ ვუშვებთ, რომ ამდენ დერეფანზე ვინ გაივლის და ვინ არ გაივლის. ისტორიულ შანსს ვუშვებთ, რომ ისევ ავიდგინოთ ჩვენი გეოპოლიტიკური ზონა. რომ საქართველოს გახდეს აი ჩვენ ხო ვამბობთ რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა სადაც აზიური და ევროპული კულტურა ერთმანეთს შეხვდა ჩვენ ვართ ეს კარიბჭე და აი ჩვენზე დგას ეს ყველაფერი და ტრადიციულად ესე მოგდგამს აი ამ ისტორიულ შანსს გავიგოთ ხო ანუ თუ ამან გადაინაცვლოს სამხრეთით და მთლიანად ამ ტრამპის კორიდორში თან თქვა ეს შესაძლებლობები მაშინ სად არის ჩვენი ისტორიული შანსი და როლი აღარც აღარ არის ვაშინგტონში საუბარი არის იმასთან დაკავშირებით რომ ტრამპის კორიდორის ფარგლებში შესაძლებელია მოხდეს ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, ანუ ესეც ტრამპის კორიდორის ნაწილი გახდეს. ხო, საინტერესო ისაა, რომ ჩინეთი ამას იყენებს. მე ადრე ვახსენ უბრალოდ თვითონ დერეფნის დამავიწყდა რა კონფიგურაცია და სახელი და აქ ჩინეთს უკვე თავის მატარებლები მოყავს რა, გადის ჩინური გაიტესტა ეს ყველაფერი ჩინელების მხრიდან. თვითბრუნვა აქ მაგრამ ანუ დამაბრკოლებელი არის ისევ ქართული ოცნება. ანუ იმასთან მიმართებით რომ რაღაცნაირად ეს ბაქო-თბილისი ყარსის მონაკვეთი, რომელიც შეიძლება გახდეს ტრამპის კორიდორის ნაწილი და მოხდეს დივერსიფიკაცია, იმიტომ რომ ეს ერთი ტრამპის კორიდორი რაც არის, აი ძველ ზანგეზურის დერეფანზე, ხო? რაც უნდა გაკეთდეს ეს სარკინიგზო და საგზაო მონაკვეთი, ეს დაფარავს თუ არა აი ამ შესაძლებლობებს და ამ საჭიროებებს უფრო სწორად რაც არის ცენტრალურ აზიას და აზერბაიჯანზე გამომდინარე. ეს კითხვის ნიშანია და დღეის მდგომარეობით საქართველოს მაინც რჩება სანამ ეს აშენდება თავარ გამტარად. ეხლა საჭიროა მაქსიმალურად ბევრი საუბარი ჩვენს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შენარჩუნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს როგორც სახელმწიფოს არსებობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რამდენად რელევანტური იქნება გლობალურ ხო აი დათუდაშხიაშიც კი იმაგაზია საუბარი ხო ფუნქციის დაკარგვა კი პრობლემა გააჩინა ფუნქციის დაკარგვა მე-19 საუკუნიდან მოყოლები როდესაც რუსეთმა შთანთქა ქვეყანა საქართველო ხო და ეს ფუნქცია ამ ფუნქციის შენარჩუნებაზე ამ ფუნქციის გადარჩენაზე უნდა იყოს მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული დღეის მდგომარეობით და სწორედ ამ ფუნქციის შენარჩუნება არის ეს გადის აი ამ დერეფნებში მოხვედრაზე. აი მაინც მინდა რომ დაუბრუნდე ამ ამერიკის თემას, აი რას აკეთებს ამერიკა, ხო? ხათაშორის ეხლა ესე არსებს ესეთი ჯექსონ-ვენიკის აქტი, რომელიც 1970 წლებში მიიღეს ამერიკელებმა და ამ ჯექსონ-ვენიკის აქტის ფარგლებში იყო სავაჭრო შეზღუდვები ამერიკის მხრიდან აი ცენტრალური აზიის და სხვა სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებზე, ну ეს უშუალოდ სამსაკავშირის ნაწილი იყო ეს ცენტრალური აზია, ხო? და ასევე სხვა სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებზე. უნდა ითქვას, რომ აი ეს სავაჭრო შეზღუდვები, რაც ცივი ომიდან გამომდინარე არსებობდა, ნელ-ნელა მოიხსნა 90-იან წლებში დაწყებული მოლდოვა, უკრაინით გაგრძელებული საქართველოს ხათაშორის და ეხლა უკვე არის საუბარი აი ამ 6 ნოემბრის შეხვედრაზე, როცა ვისაუბრეთ ჩვენ აი ამ ცენტრალური აზიის სახელმწიფოების და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრაზე. რომ კონგრესი მთლიანად გააუქმებს აი ამ ჯექსონ-ვენიკის აქტს ცენტრალურ აზიასთან მიმართებით. და ეს ქვეყნები დადგებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ აბსოლუტური სავაჭრო თავისუფლება მოყვება და აბსოლუტური სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და ესე ვთქვათ წინსვლა მოყვება აი ამ ურთიერთობებს. რაც არის უმნიშვნელოვანესი გამოძახილი და უმნიშვნელოვანესი ნიშანი იმისა, რომ შეერთებული შტატები ეხა აი მე მინდა რომ ხაზი გაუსვა რა რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ამ ხრივ როდესაც იგი ცენტრალურ აზიაზე აკეთებს აქცენტს სადაც ერთის ხრივ აბალანსებს რუსეთის გავლენებს მეორეს ხრივ აბალანსებს ჩინეთის გავლენებს მესამეს ხრივ ცდილობს კავკასიის რეგიონის გააქტიურებას აი ამ ცენტრალურ აზიის გააქტიურებასთან ერთად
რასაც საბოლოო ჯამში მოყვება აი ამ ცენტრალური აზია, კავკასია, ევროპის კავშირი, რაც არის ესე ვთქვათ უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული ხედვა ამერიკის მხრიდან. და ჩვენი აქ არ მოხვედრა, აი ავიც კიდე გამეორებ. შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული. ხა საქართველოში თბილისში ჩატარდა ეს ეს რა ქვია, აბრეშუმის გზის კონფერენცია, ხო, ფორუმი. 20-22 ოქტომბერს, როგორც მახსოვს, წინა დღეებში. ხო და აქ ძირითადად საუბარი რაზე იყო? ძირითადად საუბარი იყო ჩინეთის ინტერესებზე. აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში არ ყოფილა საუბარი ამ ცენტრალური აზია. კი, იყო ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრიც იყო წარმოდგენილი და მან გარკვეული განცხადებები გააკეთა. მაგრამ ეს იყო ჩინური ხედვა ჩვენს რეგიონზე. აქ არ გამოვლენილა არანაირად ამერიკული ხედვა და ეს რომ საპირწონეა ამერიკულ ხედვასთან, საიდან ვასწავლით ამას? იქიდან ვასწავლით, რომ ვაშინგტონში ამ დროს სტარდება შუა კორიდორის ფორუმი. ეს არის 21 ოქტომბერი ვაშინგტონში და 22 ოქტომბერი ამ შემთხვევაში. მე შემიძლია გითხრა ჩემი პირადი კონტაქტებიდან, რომ სანამ ხა ჩვენ უკვე საკანონმდებლო დონეზე იწყებს ხო ამერიკა იმ აქტის გაუქმებას და ბარიერების მოშლას შუა აზიურ ქვეყნებთან. დაახლოებით ტრამპის მოსვლამდეც უკვე რაღაც დონეზე ამერიკულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი შუა აზიის ქვეყნებში, მაგალითად უზბეკეთში, ყაზახეთში. კი, ესე იყო ნამდვილად. ნიშანია იმის, რომ ამერიკელები ანუ თავიანთ ინტერესებს ეძებენ ამ ტერიტორიაზე. უკვე ნელ-ნელა კი არა 6 ნოემბერს შეხვედრა ნახავთ, საინტერესო შეხვედრაა, რა იქნება საჯაროდ გამოსული და რა სიტყვიან ლიდერები. ეს აქტის გაუქმებაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკელებს აქტიურად უნდათ, იმიტომ რომ იქ ჩინური ეკონომიკური გავლენები ზარდი და დიდია, ჩინეთი ემეზობლება ამ ქვეყნებს. მეორე, რუსული პოლიტიკური გავლენა მაინც სადღაც რჩება ამ ქვეყნებში. ბოლო-ბოლო ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა შუა აზიაში ჯერ კიდევ არის კუხის წევრი, ხო? იმ სამხედრო ალიანსის წევრი ჯერ კიდევ არის. ჟოტაევს კიდევ ახსენებენ რუსები, რომ ჩვენ ვაყოფილიყავით, ჩვენ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებთ. ტოკაევზე იდა. ხო, ტოკაევზე, ხო, ბოდიში. ტოკაევზე, ხო, ანუ შენარჩუნებულია, ხო? ეს გავლენები, მაინც პოლიტიკური გავლენები. უნდა საპირწონეთ ამას როგორ აკეთებს ყაზახეთი ბრიტანული ფინანსური ინსტიტუტების შემოყვანას ცდილობს კი არა უკვე ამის გადაიბარა ხო ბრიტანულმა ფინანსურმა საქმე რაშია აი ჩაგეჭრილი ბოდიში საქმე იმაშია რომ ყაზახეთს და ცენტრალურ აზიას რუსეთი ვეღარ სთავაზობს უკვე იმას რაც შეუძლია შესთავაზოს დასავლეთმა და ამერიკა ხო ამაშია საქმე აი ამ თავიანთი ენერგორესურსების და ენერგოშეზრებების მაქსიმალური გაშა. კი არა, ხა მე თურქმენ ერთ-ერთ წარმომადგენელს ვაშინგტონში შევხვდი და მან მითხრა, რომ რუსეთი ყველანაირად დაბრკოლებს თურქმენული გაზის განვითარებას და თურქმენული გაზის მოპოვებას და გაყიდვას საინტერესოა თურქმენეთი თუ ჩაერთო თავისი რესურსებით და მას არა აქვს პატარა რესურსები, ძალიან დიდი რესურსები. ნუ ხა ავტორიტარული სახელმწიფოა და ჩაკეტილი სახელმწიფოა, ეგ გასაგებია. უბრალოდ მათ უნდათ ევროპულ ბაზარზე გასვლა, ხო? მათ საინტერესო იქნება, ხო, ყველაფერი. და ანუ ამას აფრთხებს რუსეთი და ისინი კარგად ხედავენ, რომ ამ შემთხვევაში ევროპა და ამერიკა გამოდის როგორც ალტერნატივა, რეალური ალტერნატივა, მათი გამდიდრების, მათი ენერგორესურსების რეალიზების. საინტერესო იცი არის, ჩვენ და თურქმენეთს კარგი ურთიერთობები გვაქვს 90-იანებიდან მოყოლებული, ახლა ჩვენ ვერ მოვესწარით მაგ ყველაფერს, უბრალოდ ჩვენ უფრო თაობას ეცოდინება 90-იანებში გაზის რიგი რო იყო და თხევადი გაზი და ეს შტაბუნებრივი გაზის ნაწილი რო შემოვიდა ეგ შევარნაძემ შემოიტანა თურქმენეთიდან. მე მგონი დღემდე რაღაც ვალები არ გაგვისტუმრებია. ვალად ამ წამდგენთ ახლა ისე უბრალოდ ვალად მოგცეს ეს ყველაფერი და შეგვიძლია ახლა ჩვენ ვესაუბროთ თურქმენებსაც, ხო? ანუ ყველა შეგვიძლია უნდა ვესაუბროთ. ყველას უნდა ვესაუბროთ ახლა მაგალითად თურქმენეთის საკითხვა ახლა ვიღაცები თქვენ რა ავტორიტარებს ჩვენ არ ველაპარაკებით. არა, ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ეს არ არის ჩვენი რეგიონი არ არის დემოკრატიული რეგიონი, ხა საქართველო
საბედნიეროდ და გარკვეული პიროვნებების აზერბაიჯანი მათ შორის ხოცების წყალობის ხოცებმა რაღაცა გააჯანსაღეს ამ ქვეყანაში ხა არ მინდა მე რომ სულ დაუკარგო ეს ქართული ოცნება ხო არა იგივე 2012-დან 15 წლამდე კოალიციური მთავრობა ყავდათ სიტყვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი გასახანი მიეცა ეგ რა ეკა გიგაური გამახსენდა ხო ეკა გიგაურმა რო თქვა რომ ღარიბებს ასე ჩიტო კაცო ეს რაღაცის გაფართხილების საშუალებას მაინც გვაძლევდა საინტერესო რა არის იცით მაყურებელს მინდა მიმართო რომ ახლა ჩვენ ასეც ვამბობთ რა არ უკარგავთ ამ ყველაფერს ქართულ ოცნებას სამწუხაროდ ქართული ოცნების დამსახურებით შემოვიდა ის იდეოლოგიები მყარად და დაფუძნდა რასაც დღეს თვითონ ებრძვიან ხო ბუმერანგივით დაბრუნდა ეს ყველაფერი რა უბრალოდ ერთის კარგი ფაქტორი ისაა რომ რაღაც დოზით სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში და სამოქალაქო საზოგადოების გამოჩენაში მათ დიდი წვლილი შეიტანეს. ნუ ეს კარგია. ხო, როგორ სამოქალაქო საზოგადოება ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მოდი ეს პლუსში ჩავწეროთ, ხო? ანუ ავტორიტარებზე რო ვსაუბრობ. მე მაგას უფრო ჩავწერდი, ისე თქვა, რა ქვია, განზრახულ პლუსში. ხო, ეგ სხვა გადაცემის სასაუბრო თემა იქნება და სხვა გაჩვლა ჭირდება მაგ ყველაფერს, რასაც ჩვენ ამბობდა. აზერბაიჯანი არის ავტორიტარული სახელმწიფო? ხა, ამის საპრეზიდენტო მონარქია თუ როგორ დაარქვეს მაგ მოდელს. ხო, ვარ სტრატეგიული პარტნიორები აზერბაიჯანთან. ჩვენ კიდე გვაუწყდება ერთი ქვეყანა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი. თურქეთს აქ ძალიან დიდი ინტერესი აქვს. აი ამ კორიდორის აზერბაიჯანის გავლით საქართველოს შემოსვლაზე, აი თურქეთის ინტერესი აქვს ძალიან რა უწოდებთ ქართულ რუსეთუნებს? ის აუწევთ რომ ჩვენ ვართ ბალანსის სახელმწიფო. ჩვენ ყოველთვის ჯერ როცა ძალიან მომძლავრებული იყო ოსმალეთი, ირანთან მივდიოდით, როცა ირანი იყო ძალიან მომძლავრებული, თურქეთთან მივდიოდით. ანუ ისეთი აქმა აქვს ამ რუსეთუნებს, ვითომ ჩვენ თურქეთზე ზედამთვარე ამოგვდის. ხო. ეს ასე არ არის. ჩვენ ეს გვჭირდება რუსეთის ბალანსისთვის, რომელმაც მთლიანად ესე ვთქვათ, მთლიანად მოუჭირა ხელი ამ ჩვენს ქვეყანაში მთელ პოლიტიკურ სიტუაციას. ჩვენ განვიხილავთ მაგას, რომ იგივე დასავლეთი, ამერიკა, იგივე თურქეთი უნდა გახდეს ჩვენი სუვერენიტეტის მოწინააღმდეგის ერთგვარ ბალანსად. მათივე არგუმენტი ხო არის, რომ რუსეთი თუ შემოვიდა, თურქეთიც შემოვა ჩვენთან. ო აი რაღაცა თუ მოხდა, ეს მათი არგუმენტი და ნარატივია, რომ ჩვენ ვთქვით რუსეთს მიეცით პროვოკაციის შესაძლებლობა, შენ რა გონია თურქეთი არ შემოვა? თუ რუსეთთან ესე მოშულებულები დავრჩით და ხვალდაზე რუსეთს აქ შემოსვლა მოუნდა და შენ არანაირი წინააღმდეგობა არ გქნა, ის თურქეთი არ შემოვა? ანუ შენ თვითონვე შენ არგუმენტს უპირისპირდები, შენ გინდა შენ ძლიერი სახელმწიფო ბალანსის მექანიზმებით, ხო? თუ შენ დარჩი მარტო და სუსტი სახელმწიფო, იქ თურქეთიც შემოვა, რუსეთიც შემოვა და ვისაც მოუნდება ის შემოვა რა. კაი, მოკლედ ეხა ძალიან აღარ გადავიჭრათ, თან მეგონი დროშიც ძალიან გაგვიგრძელდა. ჩვენი ძირითადი ამოცანა რაც იყო, რომ თქვენი ყურადღება მიგვექცია ამ დერეფნებზე და საქართველოს როლზე ამ დერეფნებში. იმედია ნორმალურად წარმოვაჩინეთ, თუ გაჩნდება ამის ინტერესი და თქვათ მაყურებელი დაინტერესდება და აკომენტარებს, გავრცელდება, ჩვენ სადვათ რომ შემდეგი მეორე ნაწილით მივუძღვნათ ამ საკითხებს და უბრალოდ ცოტა სხვა კუთხით გამოვიხილოთ. ხო, სხვა ფორმატით. ხო, 6 ნოემბრის მერე ამ ტრამპის და 6 ნოემბერიც საინტერესო იქნება. უფრო სხვა საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ეხლა ჩვენ გვინდა უბრალოდ გამოვხატოთ აქტუალურობა საკითხის, ის რომ ახლა ამ საკითხებზე უნდა მუშაობდეს მთელი პოლიტიკური ველი, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც, რა ვიცი, აკადემიური წრეებიც, ან ფართო განხილვა უნდა იყოს ქვეყანაში ამ ყველაფერს. ნუ ეხლა ის გეოპოლიტიკური სიტუაცია და პარტიების აკრძალვა და რაც ხდება ქვეყანაში და არსებობისთვის ზოგს ბრძოლა გაჩაღებული. ეს არსებობისთვის ბრძოლა უნდა გითხრათ. ეს არის ეგზისტენციალური საკითხი სახელმწიფოს არსებობისთვის. და ეს შანსი არ უნდა გაუშვათ, ჩვენ ამ თემის აქტუალიზაციისთვის ჩავწერთ ეს გადაცემა 6 ნოემბრის მერე სულს უფრო ფართოდ გავშალოთ ეს საკითხები, რომ ბევრი რაღაც იქნება ცნობილი 6 ნოემბრის მერე. სიხუთის და პლუს 1 შეხვედრა ბევრ რაღაცას გადაწყვეტს და ბევრ რაღაცას კიდე გამოიტანს სააშკარაოზე. კიდე ის საკითხები, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში გადადიან თავიანთი ურთიერთობების დათბობისკენ. ესეც ახეზე გვაქვს და ეს რისკების დასაზღვევია. ჩვენ გვაქვს ამ რისკებზეც სამუშაო, მათთან ერთად რაღაცა საერთო ინტერესის მოძებნის. თუ ჩვენ ეს ყველაფერი აქვს და
ყველას კარგად მოიხსენება რა დღეშიც ვიქნებით რა, ანუ რა ეკონომიკურად. აი ყველას იმ ხალხს უნდა რომ სუპი კონდეს სახში. კი. ხო უნდათ რომ სუპი კონდეს სახში. სუპის პრობლემაც საბოლოო. შეიძლება მე ეგ სუპიც აღარ იყოს და ეს გალინა ეგრეთ წოდებული გალინა ბლანკეს ჩაგდება მოგიწევთ წყალში. ამიტომ რა ვიცი. კარგით, მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. აბა ნახვამდის.